მივა თუ არა გამოძიება ყოფილ გენერალურ პროკურორამდე ოთარ ფარცხალაძემდე და გაჩერდება თუ გაჩერდება ძმებ მიქაძეებზე. ჩვენ ამ თემას ახლა ვრცლად გავშლით. კანონიერი ქურდის მერაბ ჯანგველაძის ძმის ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 3 პირი დააკავეს, ორს კი დაუსწრებლად წარუდგინეს ბრალი. ერთ-ერთი დაკავებული გიორგი მიქაძეა, მეორე რომელსაც ბრალი დაუსწრებლად წარედგინა დავით მიქაძე. ისინი ძმები არიან და ოთარ ფარცხალაძის გარემოცვას წარმოადგენენ. მიიჩნევიან კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოებულებად და გავლენიან პირებად. გამოძიებით დადგინდა, რომ ძმები დმ და გმ ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებულ და სხვადასხვა საკითხებზე დაპირისპირებულები იყვნენ ლოჯისთან და გააჩნდათ პირადი პრული მოტივი მის მიმართ, რის გამოც მისი შეკვეთით მკვლელობის ორგანიზება მოახდინეს. Რაგავიგეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს დღევანდელი ბრიფინგიდან ძმებ მიქაძეებს დაპირისპირება ჰქონდათ ლევან ჯანგველაძესთან, როგორც ამ ბრიფინგზე ითქვა და ახლა მოისმინეთ. დასახელებულია ბიზნეს ინტერესები და სხვადასხვა საკითხი. უწყების ინფორმაციით მიქაძეებმა გადაწყვიტეს მოეკლათ ჯანგველაძე. ამ მიზნით დაუკავშირდნენ გჯ-ს, მასზე მოგვიანებითაც ვისაუბრებთ, ის გიორგი ჯოხაძეა და სთხოვეს მოეძებნა ვინმე, ვინც ბიზნესმენის მკვლელობა შეასრულებდა. სამინისტროს ცნობით მოძიებულ იქნა ჯოხაძის დაცვის თანამშრომელი გელა უძილაური. ერთი სიტყვით ორგანიზება გაუწიეს შეკვეთილ მკვლელობას. გელა უძილაური ახლა დაკავებულია როგორც კილერი, რომელმაც უშუალოდ მოკლა ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე. ეს ეპიზოდი გადაღებულია და საზოგადოება ამ კადრებს კარგად იცნობს. სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული გ მომხდარიდან მალევე დააკავეს. ასევე დაკავებულია პირი, ვის სახელზე წარსულში რეგისტრირებული შესასვლელი იარაღიდანაც განხორციელდა მკვლელობა. გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას ამ ეტაპზე დაუდგენელი პირების მათი არსებობის შემთხვევაში პასუხისმგებაში მიცემის მიზნით. რუსეთში მცხოვრებ ოთარ ფარცხალაძის სახელი და გვარი ლევან ჯანგველაძის საქმეს მედიასა და პოლიტიკურ წრეებში მკვლელობიდან მალევე დაუკავშირეს. ეჭვი გაჩნდა ძმებ მიქაძეებსაც. ამ საქმეს იძიებდა პროკურორი შაიშმელაშვილი, რომელიც მოგვიანებით ჩამოაშორეს. ამ დეტალზე გვიყვებოდა გადაცემა დროებაც. ფარცხალაძის და მისი დაჯგუფებით გამოძიებაც დაინტერესდა. ამის დასტურია თბილისის პოლიციის დეტექტივების სამმართველოს დეტექტივ ბოჩაონიანის ესპადაკი. დოკუმენტი, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ, 14 ივლისითაა დათარიღებული. ანუ მას შემდეგ, რაც ჯანგველაძის მკვლელობის საქმეს პროკურორი შაიშმელაშვილი ჩამოაცილეს და საქმე შეკვეთილი მკვლელობის მუხლით გადააკვალიფიცირეს. ჩემს მიერ მიღებული ინფორმაციის თანახმად აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საქმისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობენ და დანაშაულთან შემხებობაში მყოფ პირებთან მჭიდრო კავშირზე იმყოფებიან ძმები დავით კონსტანტინეს ძე მიქაძე და გიორგი კონსტანტინეს ძე მიქაძე. აღნიშნულიდან გამომდინარე გთხოვთ თქვენს შემდგომ მითითებებს. ამ პატაკის შესახებ პირველი ლევან ხაბეიშვილი წერდა მიქაძეების უკადრომ ოთარ ფარცხალაძე დგას, ამასაც პოლიტიკოსი პირდაპირ ამბობს და შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ქართულ ოცნებაში შიდა ომის ნაწილად განიხილავს. დღევანდელი ბრიფინგი დადასტურებაა იმის, რომ შიდა ომია ივანიშვილის გუნდში და ახლა უკვე მისი ყოფილი თანაგუნდელები ფაქტობრივად აი მისთვის ივანიშვილისთვის რომ იღწოდნენ ძმები მიქაძეები, ერთი დაიჭირეს, ერთი გაქცეულია, ესე ვთქვათ, ამბობენ რომ ჯანგველაძის ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში მიიღეს მონაწილეობა, დააორგანიზეს, ლამის სამუდამო ციხე ემუქრება ამ ადამიანებს და ამ ხალხის უკან ვინ დგას? ფარცხალაძე, რომელსაც წლების განმავლობაში ესე ვთქვათ კბილებით იცავდა ყველა სპიკერი ქართული ოცნების. აი ამ რაღაცა დანაშაულების უკან, რასაც ახლა გამოძიება ამბობს, შეუძლებელია ფარცხალაძის გარეშე მომხდარიყო და ფარცხალაძის გუნდთან, მიქაძეებთან დაპირისპირება ოცნებაში რას ნიშნავს? ჩემზე უკეთ კითხეთ ახლა ზარქუას და ის გადაგითარგმნით. ეს არის აბსოლუტური დაპირისპირება და ჩვენს ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ. ვინ არის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიციალებით დასახელებულ პირებს შორის? გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი, მამუკა ბაღდავაძე, გიორგი ჯოხაძე, დავით მიქაძე. მკვლელობის უშუალო შესრულების ბრალდებით ადრე დაკავებული გიორგი უძილაური. ნახოთ, რას ამბობს ერთ-ერთის გიორგი ჯოხაძის ადვოკატი.
გიორგი ჯოხაძეს არანაირი კავშირი არ აქვს ძმებ მიქაძეებთან, ან უბრალოდ ნაცნობობა არ ნიშნავს იმას, რომ რაიმე კავშირი აქვს მათთან და დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი კავშირი არ აქვს ასევე ძმებ მიქაძეებს ხსენებულ ფაქტთან დაკავშირებით, რასაც ბრალდება მათ ედავებათ. გელა უძილაური წლების წინ მუშაობდა კი ბატონო გიორგი ჯოხაძის დაცვაში. ეს ფაქტი ცნობილი ფაქტია, ეს ფაქტი დამალული არ არის და არც არავის დაუმალს, თუმცა ეს აპრიორი არ ნიშნავს იმას, რომ ვინაიდან გიორგი უძილაური მასა წლების განმავლობაში დაცვაში მუშაობდა, რომ რაიმე კავშირი მიუძღვის გიორგი ჯოხაძეს მოცემულ მკვლელობასთან დაკავშირებით. ჩვენი პოზიცია თავიდანვე იყო ის, რომ თუ კი გამოძიებისთვის იქნებოდა საჭირო და იგი უწყებით გამოინძახებდა გიორგი ჯოხაძეს გამოსაკითხად, ჩვენი პოზიცია იყო ის, რომ გიორგი ჯოხაძე ამაზე აცხადებდა მზაობას. დღესაც ეს პოზიცია არ შესრულა. საზოგადოებას გავახსენებთ ერთ ეპიზოდს. დავით მიქაძე აქციის მონაწილეებს თბილისის ქუჩაში დაუპირისპირდა. არსებობს კადრები, სადაც ჩანან თავად მიქაძე, მისი დაცვის წევრები, სხვა პირები, მათ შორის შეიარაღებულებით.